კამერა, რომელიც თითქმის საუკუნის წინ ჩაირთო და ქართული კინემატოგრაფიის ისტორია დაწერა. ჩვენი ქვეყნის რეალობის ასახვა მოძრავი გამოსახულებით სწორედ ვასილ ამაშუკელის სახელს უკავშირდება. ისტორიული მოვლენები, საზოგადოებრივი ცხოვრება და კულტურული გარემო მე-20 საუკუნის დასაწყისს აცოცხლებს და დღეს ეროვნული მემკვიდრეობაა. სწორედ მის მიერაა გადაღებული პირველი სრულმეტრაჟიანი ქართული დოკუმენტური ფილმი აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. კინორეჟისორისა და ოპერატორის დაბადებიდან 140 წელი შესრულდა. როგორ იქმნებოდა ქართული კინოს პირველი ქრონიკები. ანუკი მასხარაშვილი და ზაზა შუკვანი ვასილ ამაშუკელის მშობლიურ ქუთაისს სტუმრობდნენ. ეს კადრები სოფელ ჭრებალოში ზუსტად 114 წლის წინ არის გადაღებული. მაშინ კინოკამერა ჯერ კიდევ უცხო იყო. აკაკი წერეთელთან შესახვედრად შეკრებილი ხალხი ობიექტივს დიდი ცნობის მოყვარეობით აგვირდება. კამერის მიღმა პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი ვასილ ამაშუკელია. სწორედ ამ მასალით ისტორია დაწერა და ვასილ ამაშუკელმა ქვეყანას პირველი ქართული სრულმეტრაჟიანი დოკუმენტური ფილმი შემოუნახა. აკაკი წერეთლის მოგზაურობა რაჭა ლეჩხუმში. ეს არ არის მხოლოდ საქართველოს და ქართული კინომემკვიდრეობის ნიმუში. ეს ფილმი აღიარებულია მსოფლიოში, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იმ პერიოდის დოკუმენტური ფილმი, ამას ყველა აღიარებს და დღემდე ძალიან დიდი ინტერესია სხვადასხვა საერთაშორისო ფესტივალებზე, რომელიც წარმოადგენენ ხოლმე კინომემკვიდრეობის ნიმუშებს. სრულად არ არის ეს ფილმი შემორჩენილი. კინოცენტრმა ეს ყველა მასალა შეკრიბა და გაუკეთა ამ კინოფილმს რესტავრაცია და ისევ დაბეჭდა კინოფირზე. აკაკის მოგზაურობა უბრალოდ მოგზაურობა და აკაკის იუბილესადმი მიძღვნილი ერთგვარი მანიფესტი კი არ გახდათ და ერთგვარი აქცია, არამედ იმ დროის საზოგადოების შეფასების, ზოგადად ჩვენი ყოფისა და ცხოვრების ამსახველი მეორე ძალიან მნიშვნელოვანი ეთნიკური მატიანეა, რომელიც ბევრ რამეზე მეტყველებს. იქ ნახავთ თქვენ პორტრეტებს, რომელთა შესახებ შესაძლებელია ცალკე ლიტერატურული და ისტორიული შრომები დაიწეროს. იმდენად მეტყველია ეს ყველაფერი. როგორც კინემატოგრაფიული ხედვით დაჯილდოებული ადამიანისთვის, ყველაფერი, რაც მის გარშემო არსებობდა და სუნთქავდა, ჯერ მატიანეს ღირებულება ჰქონდა ამას ყოველივეს და მე ყველაფერში სახასიათოს ეძებდა. პირველი კადრი ბაქოში ცხოვრების დროს გადაიღო, სწორედ იქ ისწავლა კამერასთან მუშაობა. მოკლემეტრაჟიან სიუჟეტებს იღებდა, ამჟღავნებდა, ფირს ბეჭდავდა და თავადვე უშვებდა კინოთეატრში. მალევე ვასილ ამაშუკელი საქართველოში დაბრუნდა და მშობლიურ ქალაქ ქუთაისში კინოთეატრ რადიუმში დაიწყო მუშაობა კინომექანიკოსად. გავყევი აკაკი წერეთელს ჩემი ძალიან ძილი აპარატი თითქმის სამფუთამდე მიწონდა, რომელსაც ხელი დავაფერდი 10 დღის განმავლობაში. გავყევი აკაკი წერეთელს და პირველი სიტყვა იმისი იყო, რომ ჩემოშვილო, მაგ აპარატს ჩემსკენ უზამ პისო. მე რა შეიძლება ნაკლებად გადამიღე, იმიტომ რომ ხალხი იცის მაინც რომ ჩემი ძეიმია, შენ უფრო გამიღე. ეს სიძველეები, პადრები, აი ამას უფრო მეტი მნიშვნელობა ექნება. რა თქმა უნდა, იმდროინდელი ტექნიკა არ იყო სრულყოფილი და საკმაოდ მძიმე იყო ის კინოაპარატი, რომლითაც უხდებოდა გადაადგილება, მაგრამ ის მაინც ახერხებს, რომ გააკეთოს პანორამები. იგივე ვერტიკალური პანორამა, სადაც საირმის კლდის სილამაზე არის ასახული და კიდევ ერთი რამე არის ძალიან საინტერესო 21 საუკუნის ადამიანისათვის. განსაკუთრებულად ათვალიერებ ყოფას ამ ადამიანებისა, როგორ გამოიყურებიან. ვიღაცას აცვია ტრადიციული ქართული ტანისამოსი, ვიღაცას უკვე ევროპული ტანისამოსი აცვია. ასევე გამოიყოფა სხვადასხვა ფენის და სხვადასხვა პროფესიის წარმომადგენლები, რომლებსაც თავისი დამახასიათებელი ტანსაცმელი აქვს. დოკუმენტური მასალის გადასაღებად ფირი ვარშავაში შეუკვეთეს. აკაკი წერეთელი მოგზაურობისას აქტიურად იყო ჩართული დაგეგმვაში, რა მოხვედრილ იყო კადრში. ნახა, არაკონში ფერხული, საინტერესო ფერხული იყო. 100 წელზე ნაკლებიანი მოხუცი არ ყოფილა და იქ იყო ერთი მელანო ერიშვილი, რომელიც იწყებდა ამ სიმღერას. საუცხოო კაიხნით. მოღუნული მოხუცი, მაგრამ ხმა ჰქონდა შვენიერი. მინის მოაგაგინ და მითხრა. შვილო, ეს ფერხული გადაიღე კარგად, მომავალ თაობას გამოადგებო.
რა თქმა უნდა, ძალიან ცნობილი ფერხულის სცენა, სადაც დგება წრეში სხვადასხვა ფენის, სხვადასხვა ასაკის წარმომადგენლები, პირველი წრე ბავშვებისაა, შემდეგ უფრო ახალგაზრდები, მერე უფრო გლეხები არიან და აი ამ წრის ბრუნვაში თითქოს დროც ტრიალებს და მაყურებელიც მასთან ერთად აი ამ ცხელი ზაფხულის დღეში აღმოჩნდება აკაკისთან ერთად და თან ამ ფილმმა ჩვენ შემოგვინახა აკაკის ყველაზე კარგი პორტრეტები. ეს მასალა მეტყველებს იმაზე, რამდენად კეთილგანწყობილი და უშუალოა ჩვენს საზოგადოებაში ურთიერთობები არისტოკრატიას, სამღვდელოებას, გლეხობას, ოფიცრობას და ასე იმიტომ რომ იქ ყველანი ერთად დგებიან აი ამ რიგში და მისი როლი აი ამ მატიანეს შექმნაში უპირველეს ყოვლისა ამ საზოგადოებრივი პორტრეტის რაღაცა უპირობო და უპრეცედენტო მასშტაბით შექმნას გულისხმობს. 1912 წლის პრესაში ვკითხულობთ, რომ დოკუმენტური ფილმის ჩვენება კინოთეატრ რადიუმში შედგა. აკაკი წერეთელი ორჯერ დაესწრო ჩვენებას. ბილეთები რამდენიმე დღით ადრე გაიყიდა. როგორც დარბაზში, ისე ქუჩის მიმდებარე ტერიტორია გადავსებული იყო მაყურებლით. ფილმის ჩვენება 15 დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ფილმში სხვათა შორის თითქმის არ არის კადრი, სადაც აკაკი გადაადგილდება თავისი ფეხით. ან აუცილებლად ფაეტონში არის, ან ტახტრევანით მიყავთ ხოლმე და მაქსიმალურად ცდილობენ რომ გამოხატონ, თქვათ, პატივისცემა პოეტისადმი. და ასევე ფაეტონით მიაბრძანეს აკაკი კინოთეატრთან, 450 ადამიანი ეტეოდა და იმ დღეს 4 სეანსით ჩაწერდა, ასე რომ 1000-ზე მეტმა ადამიანმა ნახა ეს ფილმი, მოუწყო დიდი ოვაცია აკაკის და როგორც კორესპონდენტი იუწყება, დიდი პოეტი, ცრემლებიც კი მოზალებია მას ამ დიდი სიყვარულის შემხედვარეს. ფილმის გადაღებიდან 50 წლის შემდეგ აკაკი წერეთლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ვასილ ამაშუკელმა ზუსტად იგივე გზა გაიარა რაჭა-ლეჩხუმში. ამ მოგზაურობის ამსახველი გაუმჟღავნებელი ნეგატივები ქუთაისში, ფოტოკინო მატიანეს მუზეუმში ახლახანს აღმოაჩინეს და ფოტოებმა დღის სინათლე პირველად ნახა. Ცოდით რომ ეს გაიმართა 50 წლის შემდეგ იმოგზაურეს ვასილ ამაშუკელთან ერთად და საბედნიეროდ ჩვენთან აღმოჩნდა აი ეს ნეგატივები. დაახლოებით 120 კადრი არის. მიდიან საიდანაც აკაკიმ დაიწყო მოგზაურობა აი სასტუმროსთან პუშკინის ქუჩაზე. ასევე არის ბარაკონის კადრები და არის ის ადგილი გადაღებული, სადაც არის აი ეს ცნობილი ფერხური შესრულებული. უკვე ეს 50 წლის შემდეგ ვასილ ამაშუკელი ესე ცოტა დადარდიანებული თვალებით შესცქერის იქაურობას, რომ ალბათ მისთვის ძალიან ემოციური იყო აი ამ ყველაფრის გახსენება. მანქანები, რომლებიც ამაში არის 4 მანქანა, აბსოლუტურად ყველა მანქანას დამაგრებულია აკაკი წერეთლის ფოტო და წარწერა აქეთ აკაკის მოგზაურობის ნაკვალებზე. კინოკადრებიდან, ეს 60-იანი წლების კინოკადრებიდან ცნობილი არის ვასილ ამაშუკელის, ესე რომ ვთქვათ, გასვლა ქუთაისის დოკუმენტური კადრების ასაღებად, სადაც ჩანს საბჭოთა პერიოდის კამერა 1950-იანი წლების. შემორჩენილი რომ იყო ეს კამერა ვიცოდით, იყო ესეთი კაცი დავით ნანობაშვილი, კინორეჟისორი ქუთაისელი, რომელმაც მიაკვლია იმ კადრებს და აი იმ კადრებით შემდეგ მიაკვლია აი იმ კამერას და ინახებოდა მის ოჯახში. და რამოდენიმე თვის წინ ჩვენმა მუზეუმმა შეიძინა აღნიშნული კამერა, რომელიც დღეს ჩვენთან არის ექსპოზიციაში. აი ამ კამერით რა გადაიღო ჩვენამდე შემონახული არ არის ვასილ ამაშუკელმა, მაგრამ აი ამ კამერით ჩანს ის თავისი სიცოცხლის უკანასკნელ წლებში საზოგადოების წინაშე. ქუთაისში ბაგრატის ტაძართან ახლოს კვლავ დგას სახლი, სადაც ვასილ ამაშუკელი ცხოვრობდა. დღეს ეს სახლი დაკეტილია. ქალაქში იმ ქუჩაზე, საიდანაც დაიწყო აკაკის მოგზაურობა, ვასილ ამაშუკელის ძეგლი დგას. პირველი ქართველი კინოდოკუმენტალისტი მშობლიურ ქალაქში, მწვანე ყვავილას პანთეონშია დაკრძალული. 14 მარტს ვასილ ამაშუკელის დაბადებიდან 140 წელი გავიდა.